ისტორია ოქროს ასოებით გადაიწერა. საუკეთესო 3 მებრძოლიდან 2 ქართველია. მძიმე წონის ჩემპიონის ჯონ ჯონსის სპორტიდან წასვლის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, AFTM ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი, 4 განაახლა, რომლის სამეულში 2 ქართველი მებრძოლია, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. რეიტინგის ლიდერი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეორეა, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ყოფილი მფლობელი ილია თოფურია მესამე. დვალიშვილმა 8 ივნისს თავისი ქამარი მეორედ დაიცვა, მან შონ ომალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, ხოლო თოფურიამ მსუბუქ დივიზიონში 70 თავის საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნისს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს. AFTM-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი, 4 ისლამ მახაჩევი, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, დრიკუს დუპლესი, მაგომედ ანკალაევი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ჯეკ დელა მადალენა, ტომას პინალი, ალექსანდერ პანტოჟა, ალექს პერეირა, მაქს ჰოლოუეი, ბელალ მუჰამედი, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, ხამზატ ჩიმაევი.